მოგესალმებით პატიციურ რადიო მსმენელებო, თქვენ მსმენთ საზოგადოებრივ რადიოს პროგრამას უძღვები მე, ავტორი მარიკა ჩიჯავაძე და წარმოგიდგენთ დღევანდელი გადაცემის სტუმარს, ეს გახლავთ გოჩა აბულაძე, რომელიც საქართველოს ეს სტუმრა დაბრუნდა სამშობლოში თავისი შესვენების დროს, ის გერმანიაში მოღვაწეობს, აქამდე ძირითადად მაგდებურგში იყო, უბრალოდ მაგდებურგის თეატრის სოლისტი იყო, თუმცა ბევრს მოგზაურობდა და ისე მოხდა, რომ თბილისში არის იმ პერიოდში, როდესაც ჩვენი გადაცემა პირდაპირ ეთერში არ გადის, ამიტომ ჩვენ ვიწერთ ინტერვიუს და ამ ინტერვიუს ჩანაწერს გთავაზობთ. გოჩა, მოგესალმებით. მოგესალმებით, ხალხო მარიკა. ძალიან მინდოდა რომ პირდაპირ ეთერში ყოფილიყავი და რადიო მსმენელი შეგხმიანებოდა, მაგრამ არა უშავს, იმდენად მნიშვნელოვანია ალბათ ის გასული 1 წელი, როდესაც შენ თბილისში არ ყოფილხარ, ჩვენი გადაცემის სტუმარი არ ყოფილხარ, რომ ასეც თანახმოვართ მოვისმინოთ შენგან სიახლეები, რა იყო შენს ცხოვრებაში, შენი კარიერის დასაწყისია პრაქტიკულად საზღვარგარეთ და ძალიან წარმატებულია ეს დასაწყისი. მოდი პირველი მუსიკალური ნომერი მოვისმინოთ, ეს იქნება ჯამბაზები, ლეონ კავალოს ჯამბაზებიდან პროლოგი, შენი პროლოგი იმღერე და ტონიო და ამ სპექტაკლში შენი პარტნიორი იყო ძალიან ცნობილი მომღერალი ინვა მულა. ამაზე შენ მოგვიანებით მოგუყვები, მე დუეტსაც მოვისმენ ჩვენ, ახლა კი მოდით პროლოგი მოვისმინოთ, მღერის გოჩა აბულაძე. Le lacrime che noi versiamo son false, che gli spasimi e dei nostri martir non allarmatevi. No, no, l'autore ha cercato invece pingervi uno squarcio di vita. Per massima son che l'artista è un uomo e che per gli uomini scrivere idee ed al vero ispirava sì. Rete dell'odio i tristi frutti che il color rispasimi urli di rabbia udrete e mi s'accendi per
concetto vi dissi. Ora ascoltate come li ascolto. Andiamo, incominciate. თქვენ მოსმინეთ პროლოგი ლეონ კავალოს ჯამბაზებიდან მღეროდა და ჩვენი გადაცემის სტუმარი გოჩა აბულაძე. გოჩა, მოდი ალბათ გასული წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად ისმოთ შეითვალოს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან მომღერალთან ერთად სოპრანოსთან ერთად იმღერე შენ სწორედ ჯამბაზებში. როგორ რა სპექტაკლია, სად იყო შედგა ეს სპექტაკლი და როგორ მოხდა რომ შენ მოხვდი ამ შემადგენლობაში? ეს სპექტაკლი საკმაოდ მოულოდნელად ჩემი სააგენტოს შემექმნა, მაგდებურგში ვიყოფებოდი, ჩვეულებრივი დღე იყო ჩემთვის გერმანიაში ყოფნის პერიოდში. შემექმნა და მითხეს, რომ ტირანას შტატის ოპერაში დირექტორი შეეხმიანა ჩემს სააგენტოს და ჰქონდა ინტერესი, თუ მე დრო მექნებოდა, ქაბატონი ინვამულა იყო დაინტერესებული, უნდოდა რომ მე მემღერა ტონიო. მე რა თქმა უნდა, უფლება არ ამაქვს რომ თეატრს არ ვკითხო, ესეთი კონტრაქტები უნდა შევატანხო თეატრთან და გამიმართლა რომ ეს პერიოდი მე თეატრში მქონდა თავისუფალი. თავისუფალი მხრივ სპექტაკლები არ მქონდა და რეპეტიციები უკვე დირექტორის ნებაზეა, ანუ შეუძლია გაგიშვას, მოგცეს თავისუფლება, ან შეუძლია საწინააღმდეგოდ დაგაკავოს და გითხრას რომ ჭირდები. საბედნიეროდ გამიშვეს მაგდებურგის თეატრიდან, ჩავედი და გავიცანი ქალბატონი ინვამულა, რომელიც რეჟისორი იყო პარალელურად ამ სპექტაკლის. პირველი დებიუტი შედგა მაგის როგორც რეჟისორის. 2 კვირით ვიმყოფებოდი ტირანაში. არის არაჩვეულებრივი პარტნიორი. საპრემიერო სპექტაკლი იყო? პრემიერა, დიახ. 3 სპექტაკლი ვიმღერე. სამივე ინვამულასთან იყო 2 კასტი, მე ვიყავი პირველ კასტში შემადგენლობაში. და არ ვიცი, ეს იყო მართლაც ენით აუხსნელი ბედნიერება ჩემთვის. ესეთი დონის მომღერალთან გეხარ სცენაზე, ესეთ ლეგენდარულ მომღერალთან თან გიწევს პარალელურად როგორც რეჟისორთან მასამუშაოა და მე უკვე სცენაზე თან ისეთი დრამატული სცენა დუეტში თქვენ ალბათ მოგეცემათ ხივის საშუალება. მართლაც ძალიან დიდი ნაბიჯი იყო ჩემს ცხოვრებაში და დიდი ემოცია, აი ენით აუხსნელი სიხარული ესეთ ადამიანთან და სხვათა შორის ტენორიც ძალიან ცნობილი. ეს მე მეკითხა დიახ, ვინ არის? ტენორი იყო ვალტერ ფრაკარო, ჩვენს გამოჩენილ მომღერლებთან ძალიან ბევრი სპექტაკლები აქვს ნამღერი, როგორც ჩვენი საოცარი დიდი მომღერალი პაატა ბურჭულაძეა, როგორც ჩვენი უსაყოლესი მომღერალი ლადო ათანელია და ძალიან დიდი მოკითხვები და დიდი სიყვარულით მოკითხვები დამაბარეს ჩვენს ქართველებთან. მოგეთ ძალიან წარმატებით ჩაიარა, რეცენზიაც ძალიან კარგი დამიწერეს და ეს შეიძლება ითქვას, რომ ამ სეზონში ეს სპექტაკლი და ეს პროდუქცია ჩემთვის იყო ერთ-ერთი წარმატებული. თუ არ ჩავთვლით გერმანიაში რამოდენიმე დებიუტს, წარმატებულ დებიუტს. ამის შესახებ ალბათ მოგვიანებით ვიღებ. დიახ, გვირე მოვისმენთ ფრაგმენტს, მაინც მინდა ინვამულაზე კონკრეტულად მითხრა. ის როგორც რეჟისორი ალბათ მოსახერხებელია მომღერლისთვის, ვინაიდან თავად მომღერალია და ყველანაირად უწყობს ალბათ მომღერალს ხელს. აი ეს პარალელები გავავლე, ძალიან საინტერესო იყო როგორც მომღერალთან, მომღერალ რეჟისორთან მუშაობა. ის აბსოლუტურად ესმის მომღერლის პრობლემები, თუნდაც სიმღერის დროს დიაფრაგმა რომ მეკითხებოდა ყოველთვის ეს შენთვის კომფორტულია, ეს შენთვის როგორ არის, დრო თუ გინდათ შემოbrunდი თან აქეთ, ყველანაირად ცდილობდა მოხმარებოდა და როცა მომღერალი არ არის რეჟისორი, მათ აბსოლუტურად არ აინტერესებთ ის დეტალები, რაც მომღერალს სჭირდება სცენაზე და გთხოვენ ისეთ რაღაცებს, მაგალითად მე სევილიელ დალაგში ჩემი კავატინა, ფიგაროს კავატინა იწყებოდა რაღაც ტარზანი რომ თოქზე არის ჩამოკიდებული, ეს პირდაპირ სცენის თავიდან ბოლომდე ესე გიჟივით კანაობდი და ესე ვიწყებდი არიას. ნუ ესე უნდოდა და მოკლედ მე თავიდან წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ მე მითხრა რომ ჩემ ვცდით ამას, თუ შენ ვერ შეძლებ არ იქნება ესნელი და ყველანაირად მოახერხეს რომ მე დავთანხმებულიყავი ამაზე. ნუ ეს ძალიან საინტერესო იყო ქალბატონ ინვასთან პირიქით, აი ჩვენ რაც ჩვენთვისაც მოსახერხებელი იყო ის იაკეთებდა და უთანხმდებოდით ერთმანეთს. ანუ არ იყო ძალიან პრეტენზიული რეჟისორი, იყო ძალიან მეგობრული და ყოველთვის გვეკითხებოდა რა იყო სასარგებლო, კომფორტული და ასე შემდეგ.
და დირიჟორიც გითხარი ბარემ და მოვისმენთ. დირიჟორი იყო მიქელანჯელო მაცა, ახალგაზრდა იტალიელი დირიჟორი, ძალიან ნიჭიერი ადამიანი, რომელიც ახლა სან-პაულოს თეატრში ერთ-ერთი წამყვანი დირიჟორია. და ძალიან კარგად იტალიელთან იტალიურ რეპერტუარს რომ მღერი ხარ ეს ძალიან დიდი ბედნიერება არის და ამას ყოველთვის ხაზს უსვავ, იმიტომ რომ მათ სულ სხვანაირად ესმით ეს მუსიკა და ერთი ბედნიერება არის იტალიური რეპერტუარი იტალიელ დირიჟორთან რომ გაქვს გაკეთებული. მოვისმინოთ დუეტი ინვა მულასი, ნედას და ტონიოს დუეტი მოვისმინოთ, სადაც გოჩა აბულაძის პარტნიორია. უბრალოდ გოჩა არის ინვა მულას პარტნიორი. დია. Che te ne fossi amato e colpa del tuo canto affascinato io mi beava quanta poesia non rider netta quale osteria so ben che difforme contorto sonia che desto soltanto lo scherno e l'orror eppure al pensiero un sogno, un desiderio e un palpito il cor allor che segnosa mi passi d'accanto non sai tu che pianto mi strebbe il onor perché mio malgrado subito l'incanto m'ha vinto l'amor m'ha vinto l'amor oh lasciami oh dirti ai te vorrei dirmelo stasera sedrà Etta stasera facendo le smorfie colà sulla scena non rider netta il tempo solito che mi facendo ama le treme il smorfie dolore non rider no non rider Netta Netta Salpati pure il spagnolo Ah, è qui che voglio dirtelo È qui che voglio dirtelo E tu m'ascolterai Che t'amo e ti desidero E che tu mi sarai Diverti, sciagurata, per la croce di Dio, strada, che poi pagar la cara. Apriati, baci, al tasto sarei mia. Per la Vergine Pia ti mezzago.
giuro me la paccherai. Aspiti, va, ti sei svelato ormai, toni lo scemo, hai l'animo, siccome il corpo tuo, difforme, lurido. თქვენ მოისმინეთ დუეტი ლეონ კავალდოს ჯამბაზებიდან, სადაც მღეროდნენ ჩვენი გადაცემის სტუმარი გოჩა აბულაძე და ინვა მულა. გოჩა, შენთვის გასული წელი იმითიც იყო მნიშვნელოვანი, რომ ალბათ ახსეთი ახალგაზრდა მომღერალი, დამწყები მომღერალი ქვია იმას, როდესაც სულ რამდენი წელია წასული ხარ? 5 წელია წასული. როგორ 5 წელია კარიერაში 3 წელია. 3 წელი. სწავლა დავამთავრე 3 წელს. ანუ 3 წლის მანძილზე რინდეს მიაღწია რომ წლის საუკეთესო მუსიკოსად მომღერლად დაგასახელონ, ეს ალბათ მართლა ძალიან დიდი წარმატებაა და ამაზე მინდა გითხრა. ესეც რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან გამოსარჩევი მომენტი და ფაქტი იყო ჩემს ცხოვრებაში, ჩემს კარიერაში. ეს ვინ დაგასახელა? ეს თეატრი ირჩევს, რა თქმა უნდა და არის რამოდენიმე მაყურებლებიდან, ანუ ფან კლუბიდან 200 ადამიანამდე, რომლებიც ღებულობენ კენჭისყრაში მონაწილეობას და აბსოლუტური ეს მაგდებურგში დაგასახელა. მაგდებურგის სეზონის საუკეთესო მომღერლად დამასახელეს და ჩემთვის ძალიან მართლაც ძალიან დიდი ბედნიერება და мотиваცია იყო. იმიტომ რომ ეს იყო მეორე წელი ჩემთვის გერმანიაში და ამ ქვეყანაში განსაკუთრებით კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ არის ძალიან რთული ადგილის დამკვიდრება, იმიტომ რომ ეტაპები თუ არ გაიარე, ისე არავინ არაფერს არ დიდ წარმატებებს მოკლედ არ უნდა ელოდო. ეს ყველაფერი ეტაპობრივად მოდის და ჩემთვის ალბათ მე მაქსიმუმს ვაკეთებ ყველა სპექტაკლზე და ძალიან უყვარვარ პუბლიკას, ორკესტრს და ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა და ჩემს გერმანელ კონკურენტებს დიდი უპირატესობით მითხრეს კენჭისყრის შედეგები. მე და აღმოჩნდა რომ ძალიან დიდი უპირატესობით გავიმარჯვე და მე ჰამბურგიდან სპეციალურად მოიწვიეს რეჟისორი შტეფან ხორაკი და 3 დღე მიდიოდა გადაღებები და ამ ფილმში დოკუმენტური ფილმი 6 წუთია თუ არ ვცდები, მაგრამ ძალიან ნათლად არის ასახული ჩემი ან როგორ დავიწყე, როგორ განვითარდა ჩემი კარიერა და ასე შემდეგ. და მიხარია ის რომ ამ ფილმში მოვახერხე რეჟისორი დამერწმუნებია იმაში რომ ქართული ხაზი ძალიან კაფიოთ გავატარე. ქართული სიმღერა და ჩვენ საშუალო გვაქვს აი ამ ფილმიდან სწორედ ერთი პატარა ფრაგმენტი მოვისმინოთ, როცა გოჩა მღერის. Шкоца гулусигарули გადმოსდის ამაღამშენთან დამტოვა რომ გულმამაილ ხინოსა სიმღერა სიმღერებ თვალს რმლი მოედინოსა თავს რადმარიდებ ქალაუ თქვენ მისმენთ ფრაგმენტი და ნახეთ ფრაგმენტი ფილმიდან, დოკუმენტური ფილმიდან, რომელიც გოჩა აბულაძის შესახებ გადაიღებს მას შემდეგ, რაც ის მაგდებურგის საოპერო თეატრის საუკეთესო მომღერლად დასახელდა. შეგახსენებთ, ეს არის საზოგადოებრივი რადიო და ჩვენი გადაცემის სტუმარია გოჩა აბულაძე, რომელიც რაღაც გარკვეული პერიოდი აგვისტოში იმყოფებოდა საქართველოში და ჩვენ ვისარგებლეთ შემთხვევით და მოვიწვიეთ ის სტუდიაში. გოჩა, ფილმი გადაიღეს შენზე წლის მომღერლად დაგასახელეს, რამდენად ქონდა მაგდებურგში. ეხლა ვიცი რომ დაგიმთავრდა კონტრაქტი. რამდენად ქონდა საშუალება თავისუფლად გემოძრავა აქეთ-იქით თუ მაინც შეზღუდულიყავ. აი ვთქვათ, ჯამბაზებზე უკვე გითხარი რომ დაეთხოვეთ თეატრს. ეს ხო ძნელია მაინც ალბათ რა. ეს არის ურთულესი, იყო თეატრის სოლისტი, იმიტომ რომ მე პირადად
აქვს რა თქმა უნდა თავისი პლუსები, მით უმეტეს ახალგაზრდა მომღერლისთვის, შენ სულ სცენაზე ხარ, მუშაობ, აგროვებ რეპერტუარს, საკეთებ შენს დებიუტებს, ღერი ხარ, შენს ახალ როლებს და ეს აღნიშნულოვანი არის, მაგრამ აქვს სხვა მხარეც ამ თეატრის სოლისტობას, ისინი არ გაძლევენ დროს, შეზღუდული ხარ. კატასტროფულად რთული რეჟიმი არის, ცხოვრების წესი, დილით ადრე დგები, მიდიხარ თეატრში და ფაქტიურად დაღამებამდე იქ ხარ. მე მქონდა შემოთავაზება ჰამბურგის შტატსოპერიდან მოსმენის გარეშე და სამწუხაროდ დირექტორმა გადაწყვიტა მე არ გამიშვა. იმიტომ რომ ჩვენ მქონდა რეპეტიციები ბოჰემაზე, მარჩელოს ვღეროდი და მითხრა რომ მე ესეთ მარჩელოს სხვას ვერ ვნახავ. შენმა სააგენტომ რამდენიც არ უნდა გამომიგზავნოს, მე გადავწყვიტე რომ შენ უნდა იყო და სამწუხაროა შენთვის ვიცი რომ ჰამბურგი ძალიან მნიშვნელოვანი თეატრია, მაგრამ შენ ვერ წახვალ. ეს იყო ძალიან დიდი არ ვიცი როგორ გითხრათ სტრესი ალბათ ესე შეიძლება ითქვას ჩემთვის, მაგრამ ეს ყველაფერი მომეხმარა იმაში რომ გამეანალიზებინა სამომავლოდ ჩემი ნაბიჯი ძალიან კარგად დამეწონა და მიუხედავად იმისა რომ ეხლა მესამე წელი ახალი კონტრაქტი შემომთავაზეს, ჩემს სააგენტოს შევეხმიანი დაურეკე და უთხარი რომ მე აღარ გავაგრძელებ თეატრთან ურთიერთობას, მე ვიმღერებ ჩემ მაგდებურგის თეატრში ეხლა სადაც ვღეროდი ბალმასკარადებს, პრემიერა იქნება 12 სექტემბერს და უკვე როგორც სპექტაკლში მექნება ანაზღაურება და არა თვიური ანაზღაურება როგორც სოლისტს მქონდა. რამდენი სპექტაკლში ხარ მაგდებურგში დაკავებული? 2 წლის განმავლობაში 95 სპექტაკლი ვიმღერე, რაც და რამდენი დასახელება აქედან? აქედან 8 თუ 9 სპექტაკლში, 9 პროდუქცია ვიმღერე. და ეხლა პლუს ბალმასკარადი დაემატება. ფაქტიურად ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე ამ თეატრისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ეხლა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული ჩემი მოკლედ ეს გადაწყვეტილება, ალბათ ასე ჯობდა, რომ მე აღარ ვიქნები მათ მექნება უფრო თავისუფალი დრო, გადავდივარ ბერლინში საცხოვრებლად და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად უკეთესად იქნება, რა თქმა უნდა, უკეთესად იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ეგრე იქნება და უფრო მეტი საშუალებაც გექნება არა მარტო გერმანიის სხვა ქალაქებში, არამედ გერმანიის ფარგლებს გარეთაც ვიმღერო. გოჩა, შემდეგი მუსიკალური ნომერი ჩვენ გვექნება ჩაიკოვსკის სრიც შუმნოა ბალა. შენ ეს რომანსი მომზადებული გაქვს ჯერ საქართველოში, როდესაც იყავი ბატონი ნოდარანდღულაძის და ვაჟა ჩაჩავას სტუდენტი ვოკალში, სპეციალობაში, სოლო სიმღერაში და კამერულ მუსიკაში. მიუხედავად იმისა, რომ მე თეატრში როგორც ოპერის მომღერალი ძალიან დაკავებული ვარ ჩემი სპექტაკლებით, ჩემი ვცდილობ ყოველთვის რომ ჩემი კამერული მუსიკა მაინც ყოველთვის ვიმღერო პიანისტებთან ხანდახან მიდის რეპეტიციები ბალმასკარაძე და ბოლო 20 წუთი ვთხოვ ხოლმე რომ აი დავუდებ ნოტებს და აი ეს რომანსები ვიმღეროთ და პიანისტებსაც რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებაა. იმდენად შეგიყვარდა თბილისში. იმდენად შემიყვარდა და იმდენად ბუმბერაზ მუსიკოსთან გავიარე ეს რეპერტუარი, როგორც ვაჟიკო ჩაჩევა არის. მე ყოველთვის ჩემს გულში არის ნოდარანდღულაძეც ჩემი უდიდესი მაესტროც, ვაჟიკო ჩაჩავაც და მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები მათი და მე თუ რამეს როგორც მომღერალი წარმოადგენ ეს მათი დამსახურება, რა თქმა უნდა. ახლა რომ ამზადებ რაღაცას გახსენდება ის რჩევები, რაც ისინი გაძლევდნენ. რა თქმა უნდა, მე ყოველ სცენაზე გასვლის წინ მე გულში რა თქმა უნდა ვლაპარაკობ მაესტროსთან და ეს ძალიან მეხმარება და რაღაცნაირად ჯერა რომ მას ესმის ჩემი და ეს შინაგანად რაღაცა დიდ ენერგიას მაძლევს და ამ ტრადიციას არასოდეს არ ვღალებთ. იმიტომ რომ მაესტრო ჩემთვის იყო უდიდესი ადამიანი და უდიდესი არა მარტო მომღერალი, არა მარტო პედაგოგი, ადამიანი და მეგობარი. და ის რომ კამერული რეპერტუარი შეგიყვარდა, ეს ბატონო დასაც ძალიან დიდ ადგილს უთმობდა ბატონო დას, მაგრამ ჩვენ ყოველი კვირის ბოლოს ვაჟიკოს მოვყავდი, მოვდიოდით, მოყვანა რა ჭირდებოდა მაესტროსთან როგორც ოჯახის წევრი ისე ვიყავ. მოვდიოდით ერთად და მაესტრო უსმენდა ყველაფერს და ერთ შენიშვნას აბსოლუტურად არ მოუწია. როცა ვაჟიკოსთან ვაკეთებდი ის თვალდახუჭული ენდობოდა ვაჟა ჩაჩავას და იღებდა მხოლოდ სიამოვნებას და იყო ბედნიერი რომ მე მუშაობ ვაჟასთან და ეს ჩემთვის ენით აუღწეველი გამოცდილება და სიმდიდრე იყო მართლაც. გოჩა და ეს ცოტა უცნაური ჩანაწერია ვიდეოზე ჩანს შენი გადაღებულ შენი კამერადებს იქ და შენ თვითონ იღებ და რა ჩანაწერია სად იმღერე ეს? ეს ვიმღერე თეატრში ვიმღერე, მაგდებურგის თეატრში ვიმღერე. რა თქმა უნდა ამ რომანს როცა ვღერი ვარ, ყოველთვის მახსენდება ის ყველა დეტალი ვაჟასთან მუშაობის და ვაჟიკოსთან გატარებული დრო.
და ყოველთვის რაღაც აი როგორც ამ რომანს ალბათ უხდება ქვეტექსტი ამ რომანსის მაინც სევდიანია ესეთი გამოვიდა ჩანაწერიც და სხვათა შორის ამ ჩანაწერმაც ძალიან სასარგებლო და ძალიან კარგი რაღაცები მომიტანა ჩემს კარიერაში სამომავლოდ იგეგმება რაღაც კამერული კონცერტები და ამ რომანს ყოველთვის შევასრულებ გერმანიაში თვითონ გერმანული ტრადიცია გერმანულ მუსიკაში სიმღერას ლიდს ძალიან დიდი ადგილი უკავია ისე რომ ალბათ ის რომ შენ კამერულ რეპერტუარს მღერი და თუ იქიციან ბუნებრივია გექნება ამ ხრივაც გარკვეული მიწვევა საკმაოდ დიდი რეპერტუარი მაქვს კამერული და ეხლა უკვე როცა დრო გამომითავისუფლდა და ბერლინში გადავდივარ საცხოვრებლად რა თქმა უნდა გეგმა ამ ხრივაც კამერული მუსიკის ხრივაც დავიტვირთო და კალენდარი შევავსო კონცერტებით, ჩემი სოლო კონცერტებით, ან როგორც კამერული მუსიკა. ეს მაესტროსგანაც მქონდა მოსმენილი და ვაჟიკოც ხშირად მეუბნებოდა, რომ ეს არის როგორც წყარო, როგორც წყალი ჭირდება, აი ყვავილს რო არ გახმეს, ისე უნდა იმღეროს სულ კამერული მუსიკა ოპერის მომღერალმა, რომ ეს სულ ტექნიკურად გეხმარება და აბსოლუტურად ურჩევ ყველა ახალგაზრდა მომღერალს, რომ კამერული მუსიკა რაც შეიძლება ბევრი იმღერონ, რომ გაიზარდონ და უფრო საინტერესო მომღერლები გახდნენ.
თქვენ მოსმენთ ჩაიკოვსკის რომანსი სრით შუმნოვა ბალა მღეროდა გოჩა აბულაძე და თანხლებას უწევდა მაგდებურგის თეატრის კონცერტმაისტერი, ხო? შემდეგი მუსიკალური ნომერი იქნება სევილიელი დალაკი. ესეც შენ სევილიელი სპექტაკლიც აგაქვს ნამღერი, შენ ახსენი კიდევაც რომ კავატინა თოქზე ჩამოკიდებული 28 სპექტაკლი მაქვს უკვე ნამღერი. ეს მაგდებურგში, ხო? დიახ. მაგრამ აი ეს რომელსაც ჩვენ მოვისმენთ დღეს არის საკონცერტო შესრულება. რა კონცერტი იყო? ეს იყო გალა კონცერტი იყო მაგდებურგის თეატრში, მაგდებურგის სიმფონიური ორკესტრი უკრავდა. დირიჟორი იყო მიხაილ ბალკე და მინდა სევილიელ დალაკზე ვთქვა რომ ეხლა 7 თებერვალს მექნება ჰაიდენჰაიმის საკმაოდ ცნობილ ფესტივალზე სპექტაკლი, მქონდა მოსმენა და ამიყვანეს ფიგაროს როლზე და მოკლედ ეს როლი ჩემთვის ძალიან წარმატებული და ძალიან ბევრი წარმატების მომტანი აღმოჩნდა. ეს ჯერ კიდევ თბილისში ყოფნის დროს მაქვს შესრულებული 7 სპექტაკლი მაქვს ჩემს ძმასთან ერთად ნამღერი და აქედან რაც რო წავედი ეს არია მოკლედ ჩემი სავიზიტო ბარათაც იქცა რაღაც საოპერო სტუდიაში, ხო? საოპერო სტუდიაში აქვს 7 სპექტაკლი, დიახ, სრულყოფილი სპექტაკლები. დიახ. პირველი, მეორე, მესამე მოქმედება. ეხლაც გადის თუ არ ვწდები, მაგრამ ეხლა შეზღუდულია, ან ხან დუეტს ვღერიან, ხან პირველ მოქმედებას, ან მეორე მოქმედებას, სრულად არ გადის. მაგრამ ჩვენ დროს იყო თავიდან ბოლომდე. და ჩემი დებიუტიც სწორედ თბილისის ოპერის თეატრში ამ როლით შედგა სცენაზე, ყოველ შემთხვევაში თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე, როგორც ფიგარო, ისე დავდექი და ეს მართლაც დაუვიწყარი დღე იყო ჩემთვის. მოდი ახლა მოვისმინოთ სწორედ საკონცერტო შესრულებით ფიგაროს კავატინა და შემდეგ უკვე შენ მომავლის გეგმებზე ვისაუბროთ. Presto la barba, qual seguidia
ფიგაროს კავატინეს მღეროდა გოჩა აბულაძე და გოჩა მოდი შენი მომავლის გეგმები ნაწილობრივ უკვე გითხარი თქვა თებერვალში რომ იმღერებ ამ სპექტაკლს ფესტივალზე რომ გიგეგმება კიდე კამერული კონცერტები მაგრამ მაინც უფრო კონკრეტულად რაც შეგიძლია ის გითხარი სამომავლოდ აი ხვალ მიფრინავ გავატარე ულამაზესი და ძალიან ემოციურად დაწვირთული ორი კვირა ჩემს სამშობლოში ჩემს მიწაზე რაც ძალიან მენატრებოდა და ძალიან მჭირდებოდა სამწუხაროდ ცოტა პერიოდით ვიყავი აქეთ ჩამასული მაგრამ სხვა შესაძლებლობა არ მომეცა რომ უფრო დიდი ხანი რეპეტიციები გაგიაოდო დიახ 24-ში გვეწება 24 აგვისტოს უკვე რეპეტიციები უკვე გქონდა ყველაფერი გაკეთებული გვაქვს მე უკვე შვებულობაში გავედით ეს ბალმასკარადი დიახ 12 სექტემბერს შედგება ჩემი დებიუტი როგორც რენატოს როლში ვერი ვარ ბალმასკარადს ჯუზეპე ვერდის ბალმასკარადი არის ჩემთვის ახალი გამოწვევა, ურთულესი პარტია არის, მინდა გითხრათ, მაგრამ სწორედ ამიტომაც ვარ ძალიან ბედნიერი, რომ უკვე რეპეტიციებმა ძალიან კარგად ჩაიარა, ორკესტრაც ჰქონდა უკვე რამოდენიმე შეუსვენებელ კოსტიუმებით უკვე რეპეტიცია და იმდენად კარგად გამომდის, იმდენად კარგად ვღერი, იმედი მაქვს, რომ დარწმუნებულიც ვარ, რომ ჩემს რეპერტუარში იქნება ერთ-ერთი საუკეთესო როლი. და ძალიან მახარებს, იმიტომ რომ ეს იყო ჩემი ბავშვობის, როცა უკვე ოპერის მოსმენა დავიწყე და სიმღერა დავიწყე, როგორც ოპერის მომღერალმა. ჩემი ოცნება იყო რენატოს სიმღერა და ძალიან ახლოვდება, მოკლედ ვითვლი საათებს და წუთებს და დღეებს. წარმატებები მინდა გისურვო. ეს გადაცემა გავა ვიდრე შენ იმღერებ პრემიერას, მაგრამ თუ გამოგვიგზავნით ჩანაწერი, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება ბოლო შევცვალოთ ამ გადაცემაში და სიამოვნებით ჩავთავ ამ არიას. რენატოს არიას თუ გვექნება საშუალება რომ ეს მუსიკალური ნომერი გქონდეს. გოჩა რეპერტუარზე მინდა საერთოდ ზოგადად კითხო, შენ მითხარი რომ მარტო მაგდებურგში ნამღერი გაქვს 8 თუ 9 დასახელების ოპერა. შენ მღერი, კამერულ რეპერტუარზე ვლაპარაკობ, მღერი როსინის, მღერი ლეონ კავალოს, პუჩინის, ვერდის, დონიცეტის, ანუ საკმაოდ ფართო რეპერტუარი გაქვს. დიახ. ჩემთვის როგორც ახალგაზრდა მომღერლისთვის მე კმაყოფილი ვარ დღესდღეობით ჩემი რეპერტუარით, ანუ საკმაოდ ბევრი ოპერა შევასრულე და საკმაოდ დიდი რეპერტუარი მაქვს 30 წლის ბარიტონისთვის. ნუ რა თქმა უნდა ვაგრძელებ მუშაობას, ვსწავლობ ყოველ წელიწადში ალბათ 4-5 პარტიას ვსწავლობ და ვღერი. იმედია ამ ტემპებით და კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით წავალ წინ. და გერმანული რეპერტუარი გააქვს თუ გერმანული რეპერტუარი მაქვს ჯადოსნული ფლეიტა, მაქვს ვაგნერის სტანჰოიზერი, კოდარი ქალაქი ესე ითარგმნება თუ არ ვცდები ქართულად, დითოთი შტატ, კონკორდის ულამაზესი ოპერა არის და რა თქმა უნდა რუსული რეპერტუარი ძალიან დიდი მაქვს. ლონდონში ვიმღერე ბიკისკარი, ევგენი ონეგინი არაერთხელ მიმღერია და ასე შემდეგ. ნუ ეს სამომავლოდ კიდევ გაიზრდება, რა თქმა უნდა, მაგრამ დღესდღეობით ალბათ ცოტა არ არის. და კიდევ მაინტერესებს იტალიაში თუ აპირებს სიმღერას, იმიტომ რომ ძირითადი რეპერტუარი მაინც იტალიური გაქვს და შენი სააგენტო თუ ამ ხრივაც მუშაობს თუ ის ძირითადად გერმანიაზე მუშაობს.
იტალიაში მქონდა მოსმენები და ვაგრძელებ რა თქმა უნდა ჩემ იტალიურ სააგენტოსთან ურთიერთობას. შენ იტალიიდან დაიწყე. დიახ, იტალიიდან დავიწყე და ეს ქვეყანა ჩემთვის არ ვიცი, მე ასე ვაპოფულო მეორე სამშობლოა. საქართველოს ვერასოდეს ვერაფერი ვერ შემიცვლის, მაგრამ იტალიაში რო ჩავდივარ ძალიან კომფორტულად გძნობ თავს გერმანიასთან შედარებით ვამბობ. იმიტომ რომ ეს ემოცია, ეს ხალხი, ეს ხმაური ძალიან მიყვარს და როგორც საქართველოში, ისე დაახლოებით ისეთივე სიტუაცია იტალიაში. და მე ჩემს იტალიურ სააგენტოს ყოველი წლის დასაწყისში ესეთი წესია უგზავნი შენს განრიგს როგორი ანუ სად შეიძლება რომ რაღაც გინახონ და ფაქტიურად რო გაუგზავნე დრო არსად არჩებოდათ რომ რაღაც გამეკეთებინა იტალიაში და ეხლა სამომავლოდ მქონდა საუბარი ჩემს აგენტთან და მითხრა რომ რა თქმა უნდა მომავალ წელს იქნები დაკავებული აქ ჩვენთან იტალიაშიც და იმედი მაქვს მე ველოდები ძალიან მნიშვნელოვან კონტრაქტებს და ვარ მოკლედ იმედით ახსავს და მივდივარ კიდევ და ყოველი წელი რაღაცნაირად ისე გამოდის რომ წინ გადადგმული უფრო და უფრო დიდი წარმატებები მოდის და იმედი მაქვს რომ არც ეს წელი არ იქნება გამონაკლისი. ჩვენც იმედი გვაქვს წარმატება მინდა გისურვო და იმის ნიშნად თუ როგორი მონატრება იცი სამშობლოსი ამის ნიშანია ისიც რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა და ძალიან პოპულარული გახდა შენი და ვეფხია ციკლაურის ნამღერი ჰიმნი ქუთაის ეს შენთან იმღერეთ ხომ? ეს მაგდეურგში დიახ მაგდეურგში იყო ჩამოსული სტუმრად ვეფხო და ჩემი სპექტაკლები ნახა ბოჰემაზე იყო ჩამოსული თორსები გულერმოც მოისმინა და მოკლედ მოვედით სახში ლუდით შეზარხოშებულები ასე თქვათ და კორმაისობა იყო ქუთაისობა იყო და მე ხო ჩემი ქალაქია და ვუთხარი მეთქი გიტარა მაქვს იქ სახში და სადოთ მე რაღაც იქნებ გამოგვივიდესო და თურმე მე ვეფხოც უკრავდა ამ სიმღერას ლაღიძის ცნობილი ქუთაისის ჰიმნი გულმა შენთან დაიბუდა რაღაც ჩვენი ინტერპრეტაცია გამოგვივიდა აბსოლუტურად რეპეტიციის გარეშე დავჯექით ვიმღერეთ და იმდენად ჩვენთანაც მოგვეწონა ავტვირთე Facebook-ში და უკვე რაღაც რამოდენიმე საათში 300-მდე გაზიარება ქონდა და იმდენი ადამიანი წერდა და იზიარებდა და ძალიან თბილად მიიხეს მოკლედ ჩვენი ნამღერი და ძალიან გამეხარდა. მანამდე ჩემსთან ერთად და ჩემ მეგობრებთან ერთად ამ საქართველოს ლამაზო აქ ვიმღერეთ თბილისში და იქ რო ჩავედი მაგდებურგში უკვე ისეთი პოპულარული გახდა ეს ვიდეო არ ვიცი და ძალიან ბევრი ადამიანი თბილად მწერს და ეს რა თქმა უნდა מחარებს და ენერგიას მატებს სამომავლოდ. და მოდი დავემშვიდობოთ ჩვენ სწორედ ამ სიმღერით ჰიმნი ქუთაის ლევაზ ლაღიძის სიმღერა მღერიან ჩვენი გადაცემის სტუმარი გოჩა აბულაძე და უგმეს მადლობას მოგახსენებთ გავდა მარიკა რომ მომიწვიეთ და მომეცით საშუალება კიდევ ერთი გადაცემა თქვენთან ერთად ყოფილიყო გადაცემას უძღვებოდი მე მარიკა ჩიჯავაძე გემშვიდობებით წარმატებებს უსურვებ ჩვენ სტუმარს გოჩა ველოდებით ჩვენ წარმატებებს გამარჯვებებს ჩვენ ყოველთვის მზად ვართ გავაშუქოთ შენი გამოსვლები დიდი მადლობა შენთან დაიბუდა შენ სალებში დავიღლე ქუჩები გახსავსებდა გოგონებით ყვავილები ხელაში ლაღათქარდა ბოზონება სილათერი Adria scenia da vicevaris Adria scenia da vicevaris Ac bagratis Saptevati shukshimzina Ak davit vasul pirvelat glaviga imalatsura Surisi surdelia sapironi muapsio Skučepši uverija, a kak izlagala ti. Skučepši uverija, a kak
Sta galati